პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ-მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიიჩნია, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა მეორედ გათხოვებით მას შეურაცხყოფა მიაყენა, ვინაიდან თვლიდა, რომ დაზარალებულს როგორც ქალს არ ჰქონდა პირადი ცხოვრების განკარგვისა და სხვა მამაკაცზე ქორწინების უფლება. აღნიშნულის გამო 28 ნოემბერს ბრალდებულმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში ყოფილი მეუღლის ოჯახში დაზარალებულს და მის მეუღლეს ამ უკანასკნელის დედის თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მისი მეუღლე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ-მკვლელობის და გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობის მოტივით ორი ან მეტი პირის განზრახ-მკვლელობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახე და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.